ჩემი ვარაუდი არ არის, გასულ მილიონზე მეტი ხმა ოპოზიციამ აიღო 5 იანვარს. მაქსიმუმ 300-400.000 აიღო სააკაშვილო. ეს აუხსენეთ იმ ოსებსაც და აფხაზებსაც, რომ ცივილიზებული ნაცია ვარ და ომობა არა, მას ინტერესებს ერთი რამე. თუ სააკაშვილმა თავისი ვადა ამოწურა და 2013 წლამდე იქნება, ესე იგი ქართულმა ხალხმა მას არათუ აპატია მოუწონა და შეარჩინა 7 აგვისტო. ამაზე ლაპარაკი. მათ უნდა კი აწყობს კიდევაც. იმიტომ რომ სადღაც ოსებთან და აფხაზთა ლაპარაკი რეალური დაიწყება 5-10 წლის თავზე. მე 5 წელში გამოჩნდება დაახლოებით გავს ადამიანი რომ აშკარად გზობს ალბათ არის და შეიძლება ხილვალებთან დაგვიჭირდეს, მაგრამ აფხაზებთან არაფერი არ გვიომია, აგერ 14 წელია 13 წელი. აფხაზ აღიომია როგორ კოდორის მოვლენები ეს ომი არის ხო? სოლა იყო, მუდმივი მუქარა იყო, მუდმივი ზემოქმედება იყო, მუდმივი იყო თამაში კუნთების, იგივე 21 მაისის ავტობუსების დაწვა და ასე შემდეგ. ანუ ესე ადვილად ისე იოს არა, თუ ჩვენ გვინდა სიტუაციის გამოსწორება, მაშინ სიმართლეს თვალში შევხედო და თუ გვინდა თავის მართლება და დამალვა, მაშინ როგორც სირაქლება იქცევა, შეშინებული სირაქლება მოიქცეთ ისე ჩავგოთ თავის ქუჩაში და ვიყოთ ესე ჩვენ გარშემო ხდება ღმერთო. აი მე ბათა გაუხსებული ვარ ბატონო და თქვენ ყოველთვის იყავით დიალოგების მომხრე, თქვენ იყავით აი კულტივირებას ეწეოდით, ავისა ნებისმიერ თემას კი უნდა ვისაუბროთ. მანამ სადა მათლაპარაკი შეიძლება. მანამ სანამ აშკარად მე ყოველთვის მომხრე ვიყავდი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ხედავდი აფხაზებთან და ოსებთან რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, ყოველთვის ხედავდი რომ მათ სურდა ჩვენთან ლაპარაკი და ისინი ელოდნენ ჩვენგან რაღაცა. სულ ერთი წამით, რაღაცა ჩაქრა, მინავდა რაღაცა ენერგია ეროვნული. თანხმად გადაგა შეგიცვალათ პირობები. რატო გიქვით რომ სააკაშვილს აღარ უნდა თქვენთან დიალოგი? რატო გიქვით ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სვარი? არ არის თქმა მინდა, იცი აი ხა ჩემთვის მოულოდნელი იყო თქვენი ესეთი შეფასება რომ აი თუ კი დავუშვათ ძალების დემონსტრირებას ქართული საზოგადოება კვლავ მოახდენს, რა თქმა უნდა სააკაშვილის დიალოგზე წამოვა. მაგაზე კი ბატონო, მაგამდე მე ვიყავ. აი ჩოქებს კიდევაც და ბოდიშტას ნებისმიერ როგორც კი სამწუხაროდ სააკაშვილს ერთი მართლა როგორც ჩანს ბუნებითი არ უარყოფითი ხდება აქ, ანუ როგორც კი გადაივლის კრიზისი, გონია რომ გაიმარჯვა. არა ხო ეს ანუ ერთხელ ორჯერ შიმშილობის დროს, 7 ნოემბრის დროს, 5 იანვრის დროს, ანუ სულ კრიზისი ამოვა აშკარად გზნობს რომ რაღაცა პრობლემები აქვს, დათმობებზე მიდის მოლაპარაკებებზე, თმოს მაჟორიტარებს, თმოს პროპორციულს, ამას უსწრებს გზნობს რომ რაღაცა კრიზისი არის იგივე ოპოზიციაში დაუშვა, რაღაც შეუთანხმოება, ან თვითონ თამაშობს ამ შეუთანხმოებაზე, მიშოვება არ აქვს მაგას და უსწრებს როგორც კი პატარა ჩასუნთქვის საშუალება ეძლევა, მაშინ ყველაფერს უკან აბრუნებს და მაშინ გადააგდებს ვითარებას. ასე რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, 100ჯერ, რამდენჯერ შეიძლება ოჯახებიც კი იშლებიან, როცა ცდილობენ სოხმარი გადაარჩენენ უთითობა, მაგრამ საბოჯაში მაინც ღებულობა გაწყვეტება და დაშორება ჯობია. იმიტომ რომ აღარ შველის არაფერი, არანაირი მეთოდები არ შველის მათ რომ გადაარჩენონ ოჯახი, იძულებული არის დაშორდნენ. არ დაახლოებით ესეთი მომენტია. ის ახლა სააკაშვილს გამოსვლა, რაც იყო 3-4 საათიანი მე თბილისში არ ვიყავი მაშინ და მე ინტერნეტში დავიკითხე, ნუ ხა ვიზუალურად კიდევ უფრო მე ნახე რამოდენიმე ჯო რამოდენიმე კადრები ამას რაც ჩვენაში ხო იყო. ხო. მაგის ყურების საშუალება ხო 4 საათი 5 საათი რა გიყვარს კაცო ყურება. არა, როცა მე ტექსტი მიჩემნია. ტექსტი დოკუმენტია. ტექსტი რა წერია, ეს უფრო მის ციტერება შეიძლება, შედახვა შეიძლება, კოპირება შეიძლება და გამოქვეყნება შეიძლება მე მომავალში და ეხლა უცხოურ ხმარაშევ სააკაშვილო როგორ გამოდის ქართულად ტელევიზორში და ამის თარგმნა შეიძლება ტექსტის და ანუ ის თქმა მე რომ ეს ხო ჩემი შტაბეჭლებით ეს ადამიანი თავს იმართლებდა და უდოდა ხო ანუ აშკარჩოს ეს მას ის კრიზისი და მისი კრიზისი სახელმწიფოს კრიზისი კი არის, მისი კრიზისი მისი პიროვნული კრიზისია და მას უნდა თავის პიროვნულ კრიზისს გადააყოლოს საქართველო. აი ეს პრობლემაა. როგორ აკეთებს. ეხლა მაგალითად მე ვიყავი გვიეთ გავსახურის მოწინააღმდეგე ვიყავი და ნამდვილად პოლიტიკური მოწინააღმდეგე ამას არ ვალავარ, მაგრამ ეს ადამიანმა თავისთავად შეწირა სამშობლოს. არასწორად იქცევა ჩემი აზრით, მაგრამ ამ ადამიანმა შესწირა თავის სამშობლოს, თავი დადო სამშობლოსთვის. მე მიმაჩნია რომ სხვანაირად შეიძლება გაეკეთებინა თავის შესაძლებელი არ იქნებოდა, მაგრამ ეს სხვა საკითხია. სააკაშვილი იწირავს სამშობლოს, სხვა რაღაცეებია. ეს ანტიგმირია, რა თქმა უნდა, შევანაძეც კი გადადგა კრიტიკულ სიტუაციაში, როცა მიხვდა რომ ან თვითონ სახელმწიფო იყო. შევანაძე კაცია და ისა ასაკის კაცია და გონიერი კაცია. თქვენ ვიცით სახელმწიფო დაისავით ბოლომდე. არ ვიცავთ უბრალოდ გაურკვეველია კაცო. არა ჩანს ესე თქვა ქვემოდან წარმოსული ენერგია და ამ კაცმაც გაივაკადა, სწორიც არის. ჩვენიერი. ისე თქვა მე და მაპატია დიდი ბოდიში. აი დღეს ხომ 2 არის და 30-ში იყო წლისთავი ნაცისტების გამარჯვებისა გერმანიაში. ახსენებით კონსტიტუციურად, ლეგიტიმურად და ასე შემდეგ ნაცისტებმა გაიმარჯვეს 15 მილიონამდე ხმა აიღეს და ჰიტლერი მოვიდა სათავეში ხელისუფლების სათავეში და ძალიან კარგი ანალიზი ჰქონდა არტილერიის
შაბათს. ფანტასტიკური ანალიზი ქონდა თავად აი ამ ნაცისტების გამარჯვებისა და ადოლფ ჰიტლერის, ესე ვთქვათ, როგორც პოლიტიკოსის გამარჯვებისა და წარმატებისა. ძალიან გავს სააკაშოს აი ბრძოლის ტექნოლოგიით და მეთოდიკით და ამ შემდეგ და იქაც თავარი აქცენტი იყო გადატანილი იმაზე, რომ ოპონენტებმა ძალიანძლიერად და ორგანიზებულად გაუწიეს წინააღმდეგობა, თორე ვერ გაიმარჯვებოდა და სწორიც არის. აი მე ისე თქმა მინდა იცით ძალას ყველა აღიარებს ჰიტლერის ურიგდებოდა დაპირისპირებულ სერიოზულ ძალას და სააკაშვილიც იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ძალას აი ხელი მოეწერა აი ამ დეკლარაციას ძალიან სერიოზული განცხადებაა სააკაშვილმა ძალას ანგარიში გაუწია 7 ნოემბერს ანუ 2 ნოემბერს გაუწია ძალა და 7 ნოემბერს სხვანაირად მოიქცა მშვიდობიანი მომიტინგები დაარბია და გააფორმეს თვითონ მიტინგი იყო აგრესიული ვერ გადააყლაპა ეს ევროპას და ყველა მიხვდა რომ იტყვებოდა რა თქმა უნდა ის განათლების დირექტორიც იტყვებოდა და ძალიან ბინძური ტყუილიც შემოგვიგდო იქ რომ რუსეთის სპეცსამსახურებისა მეორე დღესვე ამერიკის ადმინისტრაციამ თქვა არავითარ რუსული კვალი 7 ნოემბერს არ იგრძნობოდა მაგრამ აი 10 აგვისტოსა თილის 5 საათზე დამეხოდი მისცა სააკაშვილს რა ხო არა გაშეხება გიტლერის მიდა გითხრათ რომ მორალური ლეგენდა არსებობს თითქოს გიტლერი არჩეულია გიტლერი დანიშნული იყო გინდებურგის მიერ ეს იყო ძალიან არ იყო ვერიტადა გინდებურგი ვერიტადა იმიტომ ეს იყო პოლიტიკური უსუსურობის გამოვლენა გინდებურგის მხრიდან დაარღვია იგივე კანონის კონსტიტუცია და გიტლერი დანიშნა და ეს იყო უდიდესი როგორც კონსტიტუციის შესაბამისი პოლიტიკური შესაბამება თუმცა რა თქმა უნდა ეს არაფერს ამნიშნავს გიტლერი თავისას მაინც მიაღწია ანუ მან აიზოლა გინდებურგი რომ ესე გაიკეთებინა თუ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა მაგრამ ძალიან არსებობს ლეგენდა თითქოს გიტლერი არჩეულია გიტლერი კი მან 30% აიღო მართლა გავლენიანი ფრაქცია ჰქონდა ქვია ბუნდესტაგში მაგრამ ესე არ იყო 18% ყავდა ანუ მაგრამ მან გინდებურგს არ ყოველგვარი მორალური და პოლიტიკური და სამართლებრივი უფლება ჰქონდა რომ ის ქვია სხვა გადაწყვეტილებები იყო მაგრამ ფაქტობრივად მან დანიშნა ამიტომ კონსტიტუცია იმას გინდებურგს ყველა მეორე ძალა ვინ იყო იმ დროს გერმანიაში 12.5 მილიონი, 13 მილიონი 200.000 სხვა იღეს კომუნისტებმა. იცით ეს ისტორია, რომ სტალინი იგებდა მაგ არჩევნებს? ხო მე თავდავდე გერმანიის ისტორიაზე, მაგრამ ვიცი რომ მასაკითხებს ანუ ნამდვილად ვიცი ესეთ რაღაცები და საინტერესო დეტალს გეტყვით, სხვა შეიძლება ეს ძალიან გავს ჩვენს ამ სიტუაციას. ძალიან დიდი თანხებით ამარაგებდა სტალინი გერმანელ კომუნისტებს და მოლარე ვინც იყო პარტიის მოლარე, იმან გაიტაცა ეს ფული. არგენტინაში გაიქცა და აი გამართლებული იყო რატომ ნაცისტებს ეხმარებოდა მსხვილი ფინანსური გაერთიანებები გერმანიისა და კომუნისტებს ეხმარებოდა სტალინი იქრობის ფული მასაც აიღო გიტლერი ვერ მოიგდა რა 1.800.000-ით მოუგო კომუნისტებს სამჯერ ჩააგდო არჩევნები ანუ გიტლერი უკვე შემართული იყო და ის იმარჯვებდა ნებისმიერ ნიადში ეს რა თქმა უნდა უკვე არის მარჩელობის სფეროში მაგრამ ის როგორც ჩანს მაინც გადიოდა დამკაში ამათ ინფორმით მაინც მიაღწია აი დღეს თქვენმა ესე ვთქვათ მეგობრებმა ну დღეს გაგულისხმობ 2 დღის წინ ძალიან დიდი ის გააფორმეს დეკლარაცია მე არის ეს გარემოხმარების ის იყო საჭირო თუ შიდა მოხმარების მაგრამ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო რა თქმა უნდა მე არ მეთახვევი მოსაზრებას თითქოს ერთი დეგივია არაზოს ერთ-ერთმა ქვია აღარ მახსოვს რომელიღაც ოპოზიციონერმა პარლამენტიდან თქვა კიდევაც რომ ეს ორჯერ ერთი მდინარეში შეხვალო და მართლაც ესია ხო და ვერ შეხვალო და ამიტომ შეუძლებელია ერთი დეგივე მოვლენა დროში და სივრცეში გადაიკეთოს ორჯერ გამორიცხულია შესაბამისად იგივე სააკაშვილის გადადგომა არ შეიძლება იყოს იგივე თუ გდეს ყოფილიყო ერთი წლის უკან სულ სხვა ვითარება სულ სხვა რეალობა ძალიან ხშირად ადამიანები ოჯახები, საზოგადოებები, ერები ერთი და იგივე მოვლენას უბრუნდებიან რეგულარულად, მანამ სანამ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ იქნება. ამაში არსებობს ნებისმიერი რაღაც მიღწევისათვის საჭირო არის მიზანი პირველ რიგში. მიზანს მოყვება შემდეგ აუცილებლად ამოცანა რა მოცანით რა გინდა მიაღწიო მიზანი შეიძლება სხვა ამოცანები იყოს რამდენი ამოცანაც იმდენი იყოს სტრატეგია დღეს გაჟღერდა მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მიზანი მიზანი არის სააკაშვილი არ უნდა იყოს პოლიტიკაში და გაჟღერდა დღეს შენ ლაპარაკი უკვე როგორ აპირებს ამ ამოცანაზე ლაპარაკი ადამიანები გვასწავლეს მიზანი ანუ ჩვენ მივხვდით რომ მანამ სანამ სააკაშვილია არაფერი არ შეიძლება სიტუაციას ამიტომ მოდი შევსახდეთ რომ სააკაშვილი მანამ სანამ იქნება პოლიტიკაში ვერაფერს ვერ მივახდეთ თუ ამაზე ვთანხმდებით მე შეიძლება უკვე შემდეგ ნაბიჯები გადადგა თუ ვთანხმდებით იმაზე რომ ზაფხულში სადავიცვალო ზღვაზე თუ მთაში
არა, თუ ამაზე დავხდებით. მე უკვე შეიძლება ილაპარაკო, თუ ზღვაზე შედახდე კომუნისტს სახვიდე თუ ბათუმში და თუმცაღში ბაკურეში სახვიდე თუ გუდაურში. ანუ ჯერ უნდა შესაძდეს თავარ მიზნად ზღვაზე გინდა წასვლა, მაშინ დავანებოთ თის ატრიბუტებს თავით და ვილაპარაკოთ პლაჟზე როგორ დავისვენოთ. აი ეხლა უკვე ამოცანა უკვე, შემდეგ აი ამოცანა როგორ მოიქცეთ ისე, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ იყოს. პირველ რიგში მაშინ არის სტრატეგია, არ უნდა დაერგვეს არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია. იმიტომ რომ როგორც ვამბობთ, ყველა რესურსი ამოიწურაო. მათ შორის ამოიწურა რევოლუციების რესურსიც. ქვეყანა დაიღალა ამდენი რევოლუციებით. მაგრამ არსებობს სხვა უამრავი, არაერთი და არა ორი, უამრავი ფორმები. აგერ ალასანიამ რეფერენდუმი შესთავაზა საზოგადოებას. აგერ, რა ქვია, ლეიბორისტებმა სამართლებრივი რაღაც ფაქტები. თავად რომ სააკაშვილის გარშემო